მოგესალმებით, ეს გახლავთ გვიდა სამყარო, ჩემი სახელია სამარიტელი. რაც რო გადის, ხალხი უფრო და უფრო მეტ საინტერესო აზრს გამოთქვამს უსასრულობის ომთან დაკავშირებით. დღევანდელი თეორია კი ისევ ერთიდან მოდის, რომელიც მიხედვით უსასრულობის ხელმძღვანელთან ერთად თანუსმა კოსმოსური სამჭიდროდან კიდევ რამდენიმე იარაღი წამოიღო. ახლა კი ცოტა უკან დავიხიოთ და გავიხსენოთ რა მოხდა უსასრულობის ომის დაწყებამ. თანუსმა იმოგზაურა კოსმოსურ სამჭიდროში, ნიდერლანდებში და აიძულა ჯუჯები შეექმნათ ხელთათმანი, რომელიც შეძლებოდა დაეკავებინა 6 უსასრულობის ქვა ერთდროულად. მას შემდეგ რაც ეს ხელთათმანი მზადაა, თანუსი კლავს ყველა ჯუჯას ეიტირის გარდა და მის ხელებსაც უქვავებს, რათა სხვისთვის ვეღარ შეძლოს იარაღის გაკეთება. ამ თეორიის მიხედვით თანუსმა ხელთათმანთან ერთად წამოიღო კიდევ 3 იარაღი, რომელიც მან მის შვილებს, პროქსიმა მიდნაიტსა და კორუს კლეივს გადასცა. მათი იარაღები გამორჩეულები არიან გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთ მათგან შეუძლია დაბლოკოს ენერგიის სხივი, რომელიც გონების მხრიდან, ერთ-ერთი უსასრულობის მხრიდან მოდის და შეუძლია ისი გაჭრას ვიბრანიუმი როგორც არაფერი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი იარაღი, რომელსაც ძალუს ვიბრანიუმის გაჭრა უნდა იყოს ძალიან ძლიერი. დამატებით, თორის შტორმის მტეხელის მსგავსად პროქსიმა მიდნაიტის სამკაბიც უბრუნდება მის მფლობელს თუ იგი გასროლილი იქნა. რაც ჩვენ უკვე ვნახეთ მათი კაპიტანის ანატაშისა და სემის წინააღმდეგ ბრძოლისას. შესაბამისად, თუ გავიხსენებთ, რომ თორის ურუ და შტორის მტეხელიც ორივე უბრუნდება მის მფლობელს და ორივე მათგანი ეიტირის მიერაა შექმნილი, მაშინ სავარაუდოა ისიც, რომ ეს ორი იარაღი სწორედ ეიტირის საამქროდან იყოს წამოღებული. ამ ყველაფერს უნდა დავამატოთ ისიც, რომ თანოსის უსაყვარლეს შვილ გამორასაც არ აქვს მსგავსი იარაღი. თანოს ეს იარაღები მანამდე რომ შეერჩია, სანამ გამორა მისგან გამოიქცეოდა, მაშინ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ გამორასაც ექნებოდა რაიმე მსგავსი, მაგრამ მას ერთი ხმალი აქვს, რომელსაც ბოლო აი ასე მოეყო. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იარაღები, რომლებიც ძალიან დიდ ძალას ფლობენ, უნდა იყვნენ ახლები და ყველაზე კარგი ადგილი, საიდანაც ამ იარაღების წამოღება შეიძლებოდა, არის ნიდაველი. ახლა ცოტა ვისაუბროთ საბოლოო ეტაპზე. ჩვენ უკვე ვიცით, რომ თანოს სამ ფილმში უსასრულობის ქვებთან ერთად ექნება ახალი იარაღი, ორპირიანი ხმალი, რომელიც უკვე ვნახეთ არაერთ სარეკლამო ნახატზე შურისმაძიებლები 4-დან. თეორიის მიხედვით თანოსმა ეს ხმალი სწორედ იიტრისგან წამოიღო, იმ ორ სხვა იარაღთან ერთად. საინტერესოა თანოსმა თვითონ დაავალა იიტრის ამ იარაღების დამზადება, თუ მათ უბრალოდ წამოიღეს ის იარაღები, რაც უკვე იყო გამოჭედილი. ამ თეორიის ერთი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ჩვენ უსასრულობის ომამდე უკვე ვნახეთ სხვადასხვა იარაღები, რომლებიც ეიტრის მიერ იყო შექმნილი ამ ფილმებში. რა თქმა უნდა, თორის ურო მიოლნირი იყო მის მიერ შექმნილი, მაგრამ თეორიის მიხედვით ის კვერთხი, რომელსაც ლოკი იყენებდა პირველ შურისმაძიებლად და რომელშიც იყო მოთავსებული გონების ქვა, ასევე ეიტირის შექმნილია. ასევე სავარაუდოა, რომ ოდინმა უბრძანა ჯუჯებს შეექმნათ კუბი სივრცისთვის გარშემო, რათა მისი ძალა ნაკლებად დამანგრეველი ყოფილიყო. ეს ყველა იარაღი იყო შექმნილი ეიტირის მიერ და ყველა მათგანი მთავარი ინგრედიენტი იყო მეტალის სახელად ურუ. ურუ კი არის მეტალი, რომელსაც შესაბამისად შეუძლია მოათავსოს დიდი რაოდენობის ძალა მასში. საინტერესოა თქვენას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით შესაძლოა თუ არა, რომ ეს მართლაც ასე იყოს და რას ფიქრობთ, კიდევ რომელი იარაღი შეიძლება იყოს დამზადებული ეიტირისა და სხვა ჯუჯების მიერ. დღეისთვის კი სულ ეს იყო. გამოიწერეთ ჩვენი არხი თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და დაელოდეთ ჩვენს მომავალ თეორიებსაც, რადგან ასეთი თეორიები უკვე ბევრი გვაქვს დადებაში. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და მალე ვნახავთ ყველას. You are the Avatar.